მიზანი არ არის ბევრი დაკავებული, ბრალდებული თუ დაჯარიმებული პირი. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს საქმიანობა სახელმწიფო მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე შეაჯამა. მამუკა მდინარეძის განცხადებით სამმართველოს შექმნიდან 2 თვის შემდეგ ქვეყანაში სიძულვილის ენის გაჟღერების ინტენსივობა მიკლო. მისივე თქმით, შემცირდა საჯაროდ შეურაცხმყოფელი განცხადებების გავრცელების ხარისხიც. სახელმწიფო მინისტრმა კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს მთავრობის ადმინისტრაციიდან მიმართა, რომ სამმართველოს მიზანი მოქალაქეების დაჯარიმება ან დაპატიმრება არ არის. მდინარეძის განმარტებით მთავარი მოტივი ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირება. ბოლო დღეების განმავლობაში კონკრეტული მედია საშუალებების, ასევე აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლების და მათი პროპაგანდისტების მხრიდან მიმდინარეობს ორგანიზებული იერიში შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, უფრო კონკრეტულად კი საუბარია ახლად შექმნილ სამმართველოზე, რომლის მიზანი და ამოცანა საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის შეურაცხყოფის წინააღმდეგ ბრძოლაა. აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მედია საშუალებები მთავარ არგუმენტად იყენებენ იმას, რომ შეურაცხყოფის ობიექტებს არ გააჩნიათ პრეტენზია. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამმართველო კიდევ უფრო აქტიურად მიიღებს პრევენციულ ზომებს, რათა ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხრას საჯარო სივრცეში ადამიანების შეურაცხყოფის, გინების და ბულინგის ფაქტები. მიზანია დანაშაულისგან, სიძულვილის ენისგან, დაპირისპირებისგან მაქსიმალურად თავისუფალი სახელმწიფო და საზოგადოება. ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თვლიან, რომ ეს ქართული ანდაზა ხელისუფლების პოლიტიკას სრულად პასუხობს. ოპოზიციას მიაჩნია, რომ ქართული ოცნება ცენზურას და რეპრესიებს სიძულვილის ენის შემცირების მცდელობად ნიღბავს. რეალურად კი ხელისუფლება აჯარიმებს და აპატიმრებს იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ. მოქალაქეების ნაწილი საქართველოს მთავრობას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მაშინ, როდესაც ქართული ოცნება ქვეყნის პარლამენტში ძალადობრივად უსწორდება ოპონენტებს, მსგავსი სამმართველოს ფუნქციონირება ბუტაფორია. სამარცხვინოა, რომ კაცი ვინც ამბობს, არ ვიცი როგორ არის და ვინც ამბობს, რომ მემაბარია ძალოვანი უწყებებიო, სიძულვილის ენის სკროლვა სკრინვის დეპარტამენტის საქმიანობას ვაჯამებს კაცი, რომლის პოლიციელებმა 300-ზე მეტი ადამიანი აწამეს, რომლის პოლიციის განყოფილებებში ადამიანებს უმოწყალოდ სცემენ და აწამებენ, რომლის პოლიციის განყოფილებებში და ქუჩებში დადიან პოლიციელები, რომლებიც ბავშვებს მამის გაუპატიურებით ემუქრებიან, აი ამ პოლიციის პატრონი კაცი სკრინვა სკროლვის დეპარტამენტის მუშაობას რო აფასებს სირცხვილია, სამარცხვინოა. სიძულვილის ენა და ის დღესწესრიგი, რომელიც არის დღეს საქართველოში, გულისხმობ პოლიტიკურ დღესწესრიგს, მოდის სწორედ ქართული ოცნების მხრიდან. ჩვენ ვხედავთ საქართველოს პარლამენტში თუ როგორ ექცევიან უმრავლესობის წევრები, როცა ვხედავთ, რომ თბილისის მერი ლაპარაკობს სიძულვილის ენით, როცა ვხედავთ, რომ თბილისის მერი ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების ლიდერებს მოიხსენიებს სხვადასხვა ტერმინოლოგიით. ქართული ოცნების დეპუტატები, ისევე როგორც მამუკა მდინარეძე, სიძულვილის ენის დეპარტამენტის შექმნას ქვეყანაში უკონტროლო პოლარიზაციას უკავშირებენ. მათი განცხადებით, ეგრეთ წოდებულმა აგენტურამ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ინდიკატორად შეურაცხმყოფელი განცხადებები დაამკვიდრა. შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მიესალმებიან საჯაროდ გაჟღერებული განცხადებების მონიტორინგს და მიიჩნევენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. სასამართლო, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამმართველო ადგენენ იმ აბსოლუტურად სწორ პრაქტიკას, რაც ცხადია მიჯნავს ერთმანეთისგან სიძულვილის ენა შეურაცხყოფას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისგან და დროა რომ დაუბრუნდეს ჩვენი ქვეყანა საქართველო იმ სასაუბრო ლექსიკას, სადაც აბსოლუტურად შესაძლებელია ყოველგვარი შეურაცხყოფის, ძალადობის, გინების, წყევლის, ლანძღვის გარეშე ადამიანებმა ერთმანეთთან გაარკვიონ ურთიერთობა. ხელისუფლება ვალდებულია, რომ ამის საწინააღმდეგო გარკვეული პრევენციული ზომები გატარდეს და სწორედ ამას ემსახურება ის, რომ არის ასე ვთქვათ კანონი ამასთან დაკავშირებით, არის სპეციალური სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც ცდილობს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გეგმაზომიერად სამართლის ასე ვთქვათ ჩარჩოებში, სასამართლო გადაწყვეტილებების მეშვეობით ნელ-ნელა ეს მავნე ქცევითი პრაქტიკა, რომელიც დამკვიდრებული იყო საქართველოში, შეიცვალოს.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ორთვიანი მუშაობა შეაფასა და განაცხადა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მკვეთრად შემცირდა შეურაცხმყოფელი განცხადებების საჯაროდ გაჟღერების ხარისხი. ოპოზიციური პარტიები კი განმარტავენ, რომ მთავრობამ ცენზურა გაამკაცრა და სრულად შეზღუდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.